რა გნებავთ? რამაზ რაზმაძის ნახვა მინდა. ახლა კლინიკა დაკეტილია. სულ 10 წუთით. მხოლოდ 5 წუთი გაქვთ. კიდევ ერთხელ მოგესალმებით, ბრუნდებით პირდაპირ ეთერში, ძალიან ოპტიმისტურად ვართ განწყობილნი. საკვალიფიკაციო ეტაპი მიმინო 2-0 უგებს ლუპი კარპატის და ნახოთ აი მეორე ტაიმი როგორ დაიწყო, ხედავთ საკმაოდ აგრესიული შეტევა ანგისა შევიდა საჯარიმოში ძალიან წინ გაიგდო ბურთი და პოპესკუმ უკვე მარტივად ითამაშა ამ ეპიზოდში, იურა გამცემლიძეს ხედავდით კაცი. ზედმეტი რისკი ალბათ აღგილს, იდეალური უპირატესობაა 2-0 ევროპული საკლუბო ტურნირებისთვის მარცხენა ფლანგიდან იონესკუ ბურთით. შევიდა საჯარიმოში საღებავო მომენტი მახარა ჩაუწვა ფეხით ითამაშა კუთხურზე გადააგდო ბურთი მახარა, მაგრამ ეს საგანგაშო უნდა იყოს პრინციპში მარშანიშვილის გაექცა ამ ეპიზოდში. უბრალოდ აი პირველი ცვლილება დღევანდელ შეხვედრაში ანგისაც ნაცვლად მე-19 ნომრით შემოდის ჩოჩიევი და ემზადება ასევე როგორც ხედავთ მოედანზე შემოსასვლელად, არა მხოლოდ ლუკა ვადაჩკორია, რამდენიმე ფეხბურთელი ხურდება მათ შორის. ნალშიბაია, დავინახე, გრძელდება თამაში, გრძელი გადაცემა, საღებავო მომენტი და დროულად ტოვებს კარს აჯობა მეტრეველს ეხლა პოპესკუ. და ტრავმა მიიღო ერთ-ერთ ეპიზოდში როგორც ხედავთ გეგენავამ, რომელიც წევს ეხლა ბალახზე, იმედია არ გამოაკლდება იგი გუნდს და გააგრძელებს თამაშს, ექიმები გამორბიან მოედანზე. და ნახოთ დაჭირდება თუ არა შეცვლა. არა, დაჭირდება, ნამდვილად კოჭლობი ტოვებს მოედანსა და მის ნაცვლად შემოდის 77 ნომრით ლუკა ვადაჩკორია, ჩვენი ამომავალი და უკვე პრინციპში შეიძლება ითქვას შემდგარი ვარსკვლავიც. მარცხენა ფლანგზე აკეთებენ აქცენტს, სულ პოპესკუა იქ ბურთით ისიწევს თავისი გუნდის შეტევებს. გრძელი პასი მარჯვენა ფლანგზე, პასი ზუსტი გამოვიდა, პრინციპში დაეუფლა ბურთს ამ ეპიზოდში გეორგესკუ, ჩააწოდა საჯარიმოში, მცველები კარგად თამაშობენ ჯერჯერობით, გამოიტანეს ბურთი საჯარიმოდან, დროს აკონტროლებს იურა გამცემლიძე და კიდევ ერთი შეტევა აქ ხედავთ. საღებავო მომენტი დატყვა კარის მიმართულებით და საბედნიეროდ პირდაპირ ხელებში მიუვიდა ბურთი მახარას იონესკუს, მიხალესკუს დარტყმის შემდეგ. ცვლილება ნალშიბაია შემოდის მოედანზე, რომელმაც შეცვალა კინტირაია და ასევე მაისურაძე ითამაშებს ნომერი 3 ბაინდურაშვილის ნაცვლად. ისევ ბურთით არის იონესკუ, რომელიც დირიჟორობს კარგად თავის გუნდს, მარჯვენა ფლანგზე გადაცემა, მიხალესკუს პასი, ჩაწოდება საჯარიმოში, საღებავო მომენტი, თამაშგარე იყო თუ არა, დარტყმა! და ვიდრე ჩვენები აპელირებდნენ და სანიშნებდნენ, რომ თამაშგარე მდგომარეობა უნდა დაეფიქსირებინა, მივიღეთ ბურთი საკუთარ კარში. თავარი ეხლა არავირიოთ, გაჩერებული იყო ყველა აბსოლუტურად, რაც მიუტევებელი უყურადღებობაა, იურა გამცემლიძე განიცდის, ძალიან დაიძაბება ეხლა სიტუაცია, აი ვიდეო რეფერიზე გადამოწევას ითხოვენ ჩვენები, მაგრამ მე მგონი თვითონაც გზნობენ, რომ ეს ბურთი ჩაითვალა. ჩაითვალა კიდევაც, მინიმუმამდე შეამცირა სხვაობა ლუპი კარპატი. ჩვენზე მეტად გამოსტილი გუნდია. ევროპულ საკლუბო ტურნირებზე ყოველწლიურად თამაშობს სტაბილურად. აქედან გამომდინარე მეტი ყურადღება გვმართავს, კიდევ ერთი ჩავარდნა დაცვაში, კიდევ ერთი საღებავო მომენტი მახარას მოხდა. ბურთი რაღაცა ძალიან მშვიდად გაატარეს ისევ რუა ბერიშას ხედავთ თქვენს ეკრანებზე. ეხლა თავარია სიმშვიდე ბურთის დაჭერა, უფრო მოედნის ცენტრზე უნდა გაკეთდეს ალბათ აქცენტი, მაგრამ მიმინოს სულობს განემტკიცოს და აღადგინოს ორბურთიანი უპირატესობა.
მიიღო ბურთი ჩოჩიევმა, შეიძლება აქ რაღაც შეტევის განხორციელება, არა წაიქცა დააბიჯა ბურთს ფეხი ჩოჩიევმა და იონესკუ იწყებს სწრაფ შეტევას მარცხენა ფლანგიდან. ფლანგზე ძალიან უჭირს მის წინააღმდეგ თამაში მარჯვენა ფლანგის ნახევარმცველებს და მცველებს. აი ესე ვის არის ბურთი, მოედის წინში გამოუშვა. ყველა მისი შეტევა არის საფრიფათო შორი მანძილიდან უძლიერესი დარტყმა მახარა უძლურია ამ ეპიზოდში და ანგარიში გათანაბრდა 2-2. ენად შესდარტყმის შემდეგ მახარა უძლური აღმოჩნდა. ძალიან ბევრი სივრცე დაუტოვეთ მეტოქეს, რაც ძალიან ცუდია. ფსიქოლოგიური უპირატესობა ეხა მეტოქის მხარეს არის. ჩაფიქრებულია იურა გამცემლიძე, რომელსაც აი ესე მნიშვნელოვანი თამაში მოუწია მთავარი ცდელის პოზიციის შეთავსება. ეხლა მესმის რომ ყველანი უხასიათოთ ვართ, მაგრამ ეს ორ-რაუნდიანი ბრძოლაა. არ დაგვავიწყდეს და ეხლა მაქსიმალურად ხილად უნდა ვიყოთ და საჯი საფინალო სასტვენიც და საბოლოოდ ეს შეხვედრა დასრულდა ფრედ 2-2. დასანანია რომ ორბურთიანი უპირატესობა გავანიავეთ, თუმცა წინ საპასუხო შეხვედრაა. სადაც იმედია ჩვენ ყველაფერი გამოგვია. დროებით გემშვიდობებით, ნახვამდის. იმ დღის მერე რაც აქ მოხდი, უნდა მომესწრო შენი ნახვა. მომესწრო, სანამ ჯერ კიდევ ცოცხლები ვართ შენ და მეც. ცხოვრებაში ბევრი ადამიანი გვხვდება რამას. ზოგი მომახსოვდება, ზოგი არა. ზოგიც გვახსოვს და არ გვინდა რომ გვახსოვდეს. მაგრამ მიც კი შეგვხვედრია, ყველასგან შეიძლება რაღაცის სწავლა. ისეთებიც მინახავს, რომ მიხვდები, როგორი არ უნდა იყოს ადამიანი. ზოგის სიამაყე იყო ჩემთვის მისაბაძი, ზოგის თავმდაბლობა. მოღალატებიც მინახავს და ერთგულებიც, მაგრამ შენზე ერთგული კაცი ჯერ არ მინახია. დიმიტრი რო უცხოეთში გაიქცა, შენ ჩემი ოჯახის და დიმიტრის ერთგული დარჩი. მაშინ საფრთხე მართლა რეალური იყო, მაგრამ შენ მაინც ბოლომდე გვერდში ედექი მამაჩემს. ჩემი პატიმრობის გამო არ შემეძლო მის გვერდით ყოფნა. და შენ რომ არა ალბათ ამ ამბავს ვერ გადაიტანდა. მამაჩემს ბევრჯერ გაულანძღავს ჩემთან დიმიტრი, მაგრამ შენზე არასდროს უთქვამს ცუდი. შენ ყოველთვის მის მაგარ ბიჭად რჩებოდი. შვილივით უყვარდი. აქამდე არ მომეცა საშუალება ეს გამეკეთებინა, ხან ჩვენი ურთიერთობა, ხან გარემოებები, ხან ჩემი თავმოყვარეობა არ მიშვებდა შენამდე. მაგრამ მე მთელი ცხოვრება მახსოვს და ვიცოდი, რომ ეს უნდა გამეკეთებინა. არ მინდოდა უმადურ კაცად ჩაგეთვალ. გვიან, მაგრამ მაინც მადლობის სათქმელად მოვედი შენთან. მადლობა მინდა გითხრა, რაც შენ მამაჩემს გაუკეთე. თუმცა ეს მადლობა არაფერს ცვლის. გავალ თუ არა პალატიდან, ისევ იმად დავრჩებით ერთმანეთის მიმართ, ვინც აქამდე ვიყავით. მაგრამ არ შემეძლო ასე არ მოქცეულებავი.
არ შემეძლო არ მოვსულიყავი და ეს არ მეთქვა შენთვის. Considerare la considerare la vostra offerta. La apprezziamo davvero, apprezziamo. La apprezziamo davvero molto. La apprezziamo davvero. La apprezziamo davvero. La apprezziamo davvero molto. Grazie mille per questa opportunità. Grazie mille, grazie mille, grazie mille. Grazie mille per questa opportunità. È un grande onore per noi considerare la vostra offerta. La apprezziamo davvero molto. Siamo disposti ad accettare la maggior parte delle vostre condizioni. Grazie mille per questa opportunità. Fantastico. Anche noi siamo felici di finalizzare questo raccordo. No? ჩვენც მოხარულები ვართ, რომ შედგეს საქმე. ბოდიშით აი სანამ ყველაფერზე საბოლოოდ შეთანხმებით კიდე რაღაც თემები მინდა რომ გავიაროთ რა. ხელფასის თემას რაც შეეხება მინდა რომ გავიაროთ. მოიცა ერთ წაგარ გადავთარგმნე რა ეს. მამა დამაცადე ერთი წუთი. გადაგასვადო და ხელფასი საინამ მოიცა. ორი წუთი მოიცადე, კარგი? მოიცა ხო შევთანხმდით. ერთი წუთი რა. გადავუთარგმნეთ თუ შეიძლება. Prima che ci accordassimo su tutto, vuole porre alcune condizioni, ma per prima cosa vuole parlare dello stipendio. Pensavo che lo stipendio fosse già deciso. Quegana რო შეთანხმებულები ვიყავით ხელფასი. ხო, არა, კი, გასაგებია, მაგრამ ჯერ ერთი ეხლა ვნახე ეგ თანხა და თან როგორც ვთქვი რაღაც აკლდება ხო რაღაც ნაწილი. Lui ha visto ora questo importo e per quanto lo sa lui, manca ancora qualcosa. Sì, ma quello sono le commissioni reggente. E poi ci sono le tasse del paese che vengono trattenute perché non sei residente. ეს არის ჩვენი აგენტის ფი და იმ ქვეყნის საშემოსავლო და როგორც არის რეზიდენტს გაგდებათ. ეგ გასაგებია. მაშინ ჩემი აზრით სამართლიანი იქნება თუ კვირაში $20,000 გადამიხდით. Per lui credo che sarebbe abbastanza giusto se gli pagassimo $20,000 a settimana. Ma dai, il nostro bomber prende $25,000 a settimana. კვირაში $25,000 უხდით ჩვენს თავარ ბომბარდის. კი, მაგრამ თუ თავარ ბომბარდის $25,000 უხდით, $20,000 მგონი კარგი ოფერია ჩემი მხრიდან. თან მიმინოს მინდა რომ რამოდენიმე თამაში დავეხმარო. თუ გავა ევროტურნირზე. Beh, lui dice che $20,000 a settimana è un'offerta abbastanza. Se ci rimane solamente una partita e vuole aiutare Mimino al torneo europeo, credo. Sì, ma come funzionerebbe? La stagione sarà già iniziata. Sì, ma როგორ იქნება? სეზონი დაწყებული იქნება. რამენერად უნდა შეუძლოთ რამოდენიმე თამაში ჭირდები მიმინოს და უნდა დავეხმარო. ნუ თუ არ დავჭირდი, მაშინ პირდაპირ გადმოვალ თქვენს გუნდში. Lui dice che, vabbè, pensate e se accettate dopo aver firmato il contratto vuole un anticipo. Scusa Luca, puoi aspettarci un attimo fuori? Io non so se il club accetterà tutto questo. კაპოდიში თუ შეგიძლიათ რომ მოსასწრებელში დაგველოდოთ, იმიტომ რომ ეს პირობები არ არის პრობლემა, დაგელოდებით. მამა, წავედი. კარგი დავველოდოთ. სულ გაგიჟდი რაში. რა გივარდა ბიჭო თავში. დამშვიდი რა.
არაფერი არ ამორდნია თავში და ვაფშე არაფერი შუაში არ არის, ხა აქ თავში ავარდნა. მე მაქვს ჩემი პირობები და კეთილი ინებონდა და აქ მაყოფილო რა. ხო და ეხლა დაქტოვებენ არაფრის ხელში. და ნახავენ. ამაი დაფიქრდი რა. ამ ხელა ხარჯი გაიღეს რომ აქ ჩამოსული. ბიზნეს კლასის თვითმფრინავი. ამ ხელა სასტუმრო. და ეხლა რაღაცა $100,000 გამო წელიწადში დილზე იტყვიან უარს. მაგათ ადგილზე იცინოს ვიზავდი ბიჭო. რა სიზავ. საერთოდ არ მოგიწერდი ხელს მაგ კონტრაქტზე და დანარჩენებსაც ვეტყოდი რომ მაგ ლაწირაკთან საქმე აღარ დაიჭიროთ. ხო და შენ ხარ მაგიტომ ხატონი და ეგენი არიან ფეხბურთის აგენტები. მიდერე. აი, ეხლა ნახე, ეგენი ეხლა ფიქრობენ, რომ მე ჩემი გუნდის ერთგული ვარ. არ მინდა რომ ჩემი გუნდი მიუოტოვო. მართლა ერთგული ვარ და მართლა მინდა რომ დავეხმარო. თან ფიქრობენ რომ ამბიციური ვარ და ჩემი გადაწყვეტილებას ეგრე მარტივად არ გადავალ რა. ხო? ეხლა იცი რას აკეთებენ? ეხლა რეგავენ კლუბში, რომ შეეთანხმო სიტუაცია. გამოვა ეხლა ცოტა ხანში, შევალთ და ახალ პირობებზე მოვაწერთ ხელს. აი ნახო თუ არ იქნება ეგრე. ეხლა გამოვა და გვეტყვიან. ან ჩვენ პირობებზე მოვაწერთ ხელს, ან არა და დაახვიეთ აქედან. აი ნახავ. კაი, ნახოთ, შევხედოთ. ნახოთ. ბოდიში რომ გალოდინეთ, რომ შემოგწანდეთ. დიახ. მოიცა. ბატონო. გია როგორ ხარ? ხო, თინა, თქვენ როგორ ხართ თქვენ? რა ვიცი, კარგად. რა შევიდა, ემზადებით წასასვლელად. რა ვიცი, მე ვერ მივდივარ. რატო გასულ, ხომ მშვიდობაა? კი, უბრალოდ საშინელი ტოქსიკოზი მაქვს და ფიზიკურად ვერ ვიფრენ. მოიცა, ხო კარგადაა ყველაფერი. კი. არ ნერვიულა, იქ იმოთქვა საგანგაშო არაფერია. თანგა. მისმინე თინა, შენთან ძალიან შერცხვენილი ვარ ამ ბლოგის გამო რა. კაი რა შერცხვენილი. რა ვიცი, ვერა და ვერ დავწერე ეს ბლოგი კაცო და სამაგიეროდ ერთი პატარა მოთხრობა დავწერე. როგორ ხარ? ვა, ზაზა. რა ვიცი, მამა, შენ როგორ ხარ შენ? რავი, აი თინა ვერ მოდის თამაშზე როგორც გითხრა, შენ ვერ მოდიხარ და მივდივარ ესე, მარტო. ბიჭო, აქ მთელი სოფელი შენ გულს შემატკივრობს და ეგ რომ ცოდნოდა თინა ვერ მოდიოდა, ხო წამოვიდოდი მეც. ის ზურიკო მოდის. არა. წარმოიდგინე იმან რამდენი ელაპარაკა, რომ დაიყოლია. აუ, ეხლა ნამდვილად გული დამსდა რომ ვერ მოვდივარ მართლა. აი ესე კაი კი იქნებოდა რა. მაგრამ არა უშავს. მისმინე ზაზა, ეხლა თინასაც უთხარი. ძალიან მწუხარ რომ ვერ გავაკეთე ეს ბლოგის ამბავი რა, მაგრამ ერთი პატარა მოთხრობა დავწერე. ვა. მართლა რა კაია. ხო, მე გამოგიგზავნით შენ და თინას, ოღონდ არ წააკითხოთ შენ რა ვიცი. არა, ვის უნდა ვანახოთ. გამოგვიგზავნე და წავიკითხოთ. რა ვიცი, ბევრი ვიფიქრე, რაღაცებს მივედ მოვედე და მერე მივხვდი რომ ყველაზე კარგი ისტორია და ყველაზე საინტერესო გმირი ჩემს გვერდით იყო და არ ვაფასებდი. მომისმინე და დედაზე არის მოთხრობა? არა, დედაზე არ არის. მაგრამ ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და ყველაზე ახლო ადამიანზეა. შენზეა. კაი, მა. კაი, ზაზა. რაღაცა პეპლები დაუფრინავს თავში. მე მგონი მე რო ვფიქრობ ის თუ არა, აქ რა მაინც ყურადღება დავეხმარ შეიძლება და რაც არ გამოვარდეთ. რამე თუ გინი ბექასთან მიდი. არა, ბოდიში მინდოდა რომ მომეხატა. არ არის საჭირო. და მithumetas ახლა. ამიჯერე საჭიროა.
ვიტოზე მინდა რომ გითხრა რაღაც. არ არის მეთქი საჭირო. იმ დღეს რო ვერ მოვიდა ვიტო. აფხაზეთში იყო გადაპარული. რა? ხო, უდესთან ერთად გადაიპარა, თავისას ჰქონდა რაღაც პრობლემები და გადმოიყვანეს. ის იცოდი შენ? არა, გეფიცები მეც დღეს გავიგე. უბრალოდ შენ რაღაც ამპარტავანი და თავში ავარდნილი ბიჭი გონი ვარ, ეგრეც არ არის რა. ადამიანები ვართ და ყველას გვეშლება რაღაცები. უბრალოდ თავარია, როდესაც შეგეშლება, აღიარება შეგეძლოს და ლაპარაკი. ამ თემასთან დაკავშირებით. მადლობა რომ მითხარ. მოხლი როგორ გაქვს? რავი, კარგად. კაი, წავედი. კაი, მიჩ. უთხარი უკვე? არა. შენ გარეშე რატომ უნდა მეთქვა? ვის რა უნდა უთხრა? რაღაც სიურპრიზის გაკეთება გვინდა მე და ლევანს შენთვის რა. ნუ გაადრაგეთ ერთი აბა სიურპრიზი. მოკლედ შენთან რა სოფელში. გადავწყვიტეთ რომ გავხსნათ სპორტული კლუბი. სანამ თამაშობ ხო ვინმე ჩავაბარებ და რომ მორჩები კარიერას მე ჩახვალ და მიხედავ რა. აი მიღადავებით რა. მაგრამ მარას გეღადავებით. აი სადმა თქვენი გადაობის. მოიცა დაჯექი ერთი წამი მართლა. დაჯექი. თავიდან გვინდოდა რომ რაღაცა გუნდის სკოლა გავუკეთებინა რა, მაგრამ არ გამოდის ეს გუნდის სკოლა. დაჯებმა ხარა კომოსაც ელაპარაკა. ნუ რაღაც ჩავალ თავიდან რამე ჩვეულებრივი სკოლა იქნება რა. სახელი შენ დაარქვი როგორც მოვას გამო. ხოთო ბიჭო. არა, დაჟე რაღაც ფული გვაქვს შეგროვებული, მაგრამ ეხლა ვაძლევთ ფანკლუბს რომ წამოკვნენ რა. მაგრამ ეს გადაიწევს 1-2-3 თვით ეს ამბავი რა, უეჭველი ვაკეთებ. ბიჭო, რა სამითის დედაც არა ტინე ბიჭო. მაგას მიმო, ბიჭო. აღიხა რა? აშვებით მებო? ლუკიჩო რა ვახარ, ლუკიჩო. ერთი გიას დავურეკავ. ეს შენ. შენ ბიჭო, ვის რას მიმო ბიჭო. ეს შევი ლუკიჩო. მოკლედ ვიცი რა ფალკლუბისთვის რა გრობთ ფულსა და მინდა რომ ეს ჩამოვიდე რა. ბევრს ვერაფერს, მაგრამ რასაც შევძლებ, მინდა რომ დაგეხმაროთ. აი არ გინდა რა, მიხედა შენ თავს. არა. როგორი რაღაცა იცი, ჩამერიცხა ფული ავანსი, ხელშეკრულებას მოვაწერე ხელი და ვფიქრობდი იმ დღეს რომ აი რამდენ რაღაცაში დამეხმარა ეს გუნდი. მეც მინდა რომ რაღაცაში დავეხმარო და რაც შემიძლია ეგ არის. მაგაზე კარგს ალბათ ვერაფერს ვერ გავაკეთებ, ასე რომ თქვენ გორჩი ვარ. მაგარი კაცი ხარ, ბიჭო, მაგარი კაცი ხარ. კარგი. მადლობა. მადლობა ჩემო მეგო. დიმა. რომელზე მიფრინავ, შენ თვითოფრინავ? 9-ზე უნდა ვიყო აეროპორტში. რამას გასწორე ხელი ცუდად. აი ბიჭო, მომკალი ხალო შენ მე. ბიჭო, მათადე, კარგად ბატონო, ბიჭო, გავახანო რა კიდევ კარგი ქვას რომ არ ვიცი, არ გიგვირს. ახლა აქ უნდა ვიწვე დიმა? თუი ამის დედავატირები. კარგი რამას დაწყნაბი, მართალი ხარ. ხლა ძნელია წარმოიდგინო ის, რასაც შენ განისთი, მაგრამ რას ისამ სხვა გზა არ არის. უნდა იყო ახლა აქ და უნდა დაგხვდე ჯანმრთელად. დარწმუნებული ვარ, ახლა ჩვენ ევროპაზე გავალთ. და როგორც კი ჩამოვალთ, ისევ შენ უნდა მიხედო მიმინოს. აი თუდაც არ მეტი რა ჩემდარი. ასე იქნება ეს, მაგრამ თავარი ახლა შენ არ ინერვიულო არაფერზე. შენ რაღაც ჩემი აქ მივით ბელაბარაგები, არ ინერვიულო. მათ ჩვენ ესეთი სადამაკის კნოპკა რომელიც არ მანერვიულებს. ჯარ მინერვიულო რა, დარი ვარ. კაი, დაწყნარდი ახლა, რამას დაწყნარდი. იცი რა პრობლემა ეს ეკები? ფეხბურთს არ უყურო. ვაი, შენს პატრონს უბედურს. არა ახლა ამან ფეხბურთს რო არ უყუროს, ამაზე უფრო ინერვიული. რაც ქვია ბიჭო, არ უყურო, თქვენ ხომ არ გაგიჟდით? არა კაცო, უნდა უყურო მეთქი, უნდა უყურო. აქ პალატაში ტელევიზორი არ გაა? სადა. ფოიეში და მივხედა მე ჩემს აქ. დედა გაგიჟდება, ექიმი გაგიჟდება გააფრენს. ხალხო შენ ნუ გადაბრიე მე შენ, ნუ გადაბრიე. მესროლე მაგრამ თქვია და მომკალი. რამას? კარგი, დაწყნაბი ახლა, უყურე, პაპა რა იქნება. ბოლო ვეთყვი ახლა ექიმს და შემოვატანინე ტელევიზორს. არა კაცო, რა უნდა ტელევიზორს ეცხვილია, ჩემი კერ არის ეს. შენ არ დაგაგვიანდეს თვითფრნავზე და მე მივხედავ საქმეს. კარგი, წავედი ახლა, თორე დაბაგვიანდება მართლა. მადლობა. რამას? აბა შენც. ჩემუნანო, აბა თქვენცით ყოჩაღად იყავ შემოგევლე შენ. კონტაქტზე ვარ სულ, დამირეკე როცა გინდა. მომწერე, დამირეკე, მეც დაგირეკავ. ხაზზე ვარ მოლეთ.
აბა თქვენიც ყველაფერი კარგად იქნება. შენიც. კეთილი მგზავრობა. ვერაბია ბიჭო. მოგია. რა სიზამ შენ ახლა? გადმოხვალ თუ რა სიზამ? რა ხდება შენსაც? რა ხდება ბიჭო, ზაზას თამაში. კი მარა, რა დღეია დღეს? პარასკევია დღეს. პარასკევი? ხო. მე სამშაბათი რეიზა მეგონა. რა ვიცი მე. რა ვიცი? შენ გადმოვი ჩემთან და ერთად უყუროთ. მარა ის შენი კაი ტელევიზორი წამეიყოლი. გადმოვი მაშინ და წამომაღები. კაი, მოვალ მალე. კაი. ნანადეიდა გამარჯობა. მოვედი აქ მე, როგორ ბრძანდებით? კარგად, მადლობა. რამაზი ბაბუ როგორა? ხომ არ გითქვამს რამე? ხო, უბრალოდ მინდა რომ სიურპრიზი გავუკეთო და გავახარო. კარგით, მოვალ პალატაში. დღეს ყველა წამალი მივიღეთ და ყველა პროცედურა ჩავიტარეთ ბატონო რამას. კიდევ რამე ხომ არ გნებავთ? დიდი მადლობა. თქვენ იყავით კარგად თხოვეთ. კარგით. მაშინ 2 საათზე კიდევ შემოგივლით. გამარჯობათ რამაზი ბაბუა, როგორ ახერთ? შენ როგორ მომაგინე ბიჭო? აი მოგაგენით რომ ფეხბურთს ერთად უყუროთ. შენ გენაცვალე მე. მახარასთან შქრაიპაჩი უყუროთ. აგერ დაჯექი მოდი. ჩართე დროზე. ნანადეიდას თხოვე რომ არ დაერეკა თქვენთვის და მინდოდა უბრალოდ რომ სიურპრიზი გამეკეთებინა. სიურპრიზი კი გამოგივიდა. მაგრამ რა ვერ გავიგეცი? ნანას რო დეიდას ეძახი და მე ბაბუას რანაირად აესახა. მოგესალმებით, მეგობრებო, ალბათ ისტორიაში უმნიშვნელოვანესი თამაშია ქვეყნისთვის, სულ რაღაც რამდენიმე წუთი რჩება მატჩის დაწყებამდე და სულ რაღაც ერთი თამაში გვაშორებს ევროპულ საკლუბო ტურნირებამდე. მიმინოს ძალიან გაუჭირდა პირველ შეხვედრაში ფრედამთავრდა ეს მატჩი და ფიზიკური მომზადება იყო ალბათ ძირითადი პრობლემა და ფაქტობრივად ჩვენი ფეხბურთელების შეცდომების წყალობით 2 გოლი ვაჩუქეთ მეტოქეს, რაც ძალიან დასანანია. ნახოთ დღეს რა გველოდება წინ შესანიშნავი განწყობაა მოედანზე და თამაში სულ მალე დაიწყება. ერთად დაველოდოთ და უშევატკივროთ მიმინოს. გაგაცნობ გუნდების შემადგენლობებს. მიმინო მახარაძე ნომერი 1-6 ზენდაია 8 გოგუაძე 9 მეტრეველი 10 გეგენავა 11 ანგისა 12 მაკარიძე 13 კირკიტაძე 14 გოლიაძე 23 უბირია 77 ვადაჩკორია გუნდის თავარებისობის მოვალეობას კვლავ ასრულებს იურა გამსემლიძე ბატონი რამაზი კვლავ სამყოფოშია და იქიდან აბერებს რა თქმა უნდა ამ თამაშთან კურსს რაც შეეხება შემადგენლობას რომელიც ლუპი კარპატისთელმა დურამ ბერიშამ დააყენა მეკარე პოპესკუ 10 ენაჩე 4 დუმიტრესკუ 14 კოვალსკი 11 ნილსენი 8 რადუ 6 პეტრესკუ 15 ბაუმანი 9 მიხალესკუ 2 იონესკუ და 7 ნომერი გეორგესკუ აშასე გუნდები გამოდიან მოედანზე ხედავთ თუ რა განწყობით არიან ჩვენები ძალიან დასანანი იყო პირველი თამაში ძალიან დასანანი როცა ვიგებდით 2-0 და დაცვაში არსებული შეცდომების გამო საბოლოოდ ის მატჩი დამთავრდა ფრედ 2-2 დასწრითი შეხვედრები როგორც წესი ურთულესია ევროპულ საკლუბო ტურნირებზე ლუპი კარპატი საკუთარ მოედანზე საკმაოდ კარგად გამოიყურება როგორც წესი და იშვიათად ხდება ჩვენი ამოცანები გვაქვს გადასაჭრელი დღეს. თავარია, რომ იურა გამსემლიძემ მოახერხოს გუნდის მოტივირება და მიმინო ვითამაშოს ის ფეხბურთი, რომლითაც შეაყარა თავი უამრავ გულშემატკივარს. და ცალკე მადლობა გულშემატკივარს, რომელიც წლების განმავლობაში მიუხედავად რთული პერიოდებისა მიმინოს მხარში ედგა მუდმივად. ახლოს ვართ ისტორიულ გამარჯვებასთან. ახლოს ვართ ევროპულ საკლუბო ტურნირების ფინალურ ეტაპთან, რაც პირველად მოხდება ქართული ფეხბურთის ისტორიაში. ცდელება ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს და იწყება
დღევანდელი მატჩი. მაქსიმალური ყურადღება, კონცენტრაცია და იმედი მაქვს, რომ ყველაფერი გამოგვივა. თუმცა ფავორიტად უკვე ნომინალურად ითვლება, რა თქმა უნდა, ლუპი კარპატი, ვინაიდან საკუთარ მოედანზე თამაშობენ ისინი გულშემატკივრის თანდაწყებით. ბევრი რამ იქნება დამოკიდებული გუნდის კაპიტანზე ლევან მეტრეველზე. ასეთი მნიშვნელოვანი მომენტი ქართულ საკლუბო ფეხბურთში აწლეულებია არ ყოფილა. წარმატებები უსურვოთ ჩვენს გუნდს. გუნდი მოედის ცენტრია და ჩვენ დავიწყებთ თამაშს. 2-2 ორი მატჩის ჯამში. ბევრი გულშემატკივარი ესწრება დღევანდელ შეხვედრას. მეტრეველმა გააგორა ბურთი უკან. რთულია აქ როგორ ტაქტიკის არჩევა. რთულია, ალბათ უნდა ვიყოს ძალიან ფრთხილად და მთავარი ამოცანა უნდა იყოს, რომ არ გაუშვათ ბურთი საკუთარ კარში და კონჩეტოებზე ვეზებოთ შანსი, რომ ეს არ შეეშლებოდათ. რამაზ რაზმაძეს და იურა გამცემლიძეს, რა თქმა უნდა, ხაზზე იქნებოდა რამაზ რაზმაძე. თამაშის წინს შევეს ვისებ და იურა გამცემლიძეს. დავკარგეთ ბურთი მოდის ცენტრში, პირველი დარტყმისელობა, კარის მიმართულებით, ცველებმა ითამაშეს კარგად. დაიღობა ბურთი კიკიტაძე. კიდევ ერთი სრულ მოძრაობა შევიდნენ, მე შევიდა მეტოქე საჯარიმოში, მიხალესკუ ფლანგზე და დაჯობეს ჩვენებმა მას. რთული აქედან ეხა შეტევის ამოწყება, მაქსიმალურად უნდა გაუხილდეთ ბურთს, კიკიტაძე უკან დააბრუნა. და მარჯვენა ფლანგიდან პირველი კონჩეტოვის შანსი ცენტრისკენ გადაცემა. ფლანგიდან გრძელდება ჩვენი შეტევა, შეიძლება პასის მიცემა თამაშგარეთ მდგომარეობას გავდააქვს და ეს მომენტი გაუშვით ხელიდან. უბირიამ ვერ მოახერხა ბურთის გატანა. რა თქმა უნდა ნერვიულობენ ჩვენი ფეხბურთელები. ლუპი კარპატი კი უტევს ისევ დაცვაში იყო პატარა ციცეი დაუტოვეთ, მაგრამ ახარა ძალიან დამაჯერებელია. ახარა დამაჯერებლად თამაშობდა მთელი ამ ტურნირის განმავლობაში. ერთ-ერთი ყველაზე გამოცვილი მეკარე გახლავთ საქართველოში. მარცხნიდან ცდილობენ ისევ შეტევის დამოწყებას მასპინძლები, ლუპი კარპატის ფეხბურთელები. აკონტროლებენ ბურთს მოედნის ცენტრში. თუ მაღალ პრესინგს თამაშობთ, ახლა ამ ეპიზოდში ნახოთ, შედეგიანი იქნება თუ არა, არ გამოუვიდა შედეგიანი, თუმცა კი საბოლოო ჯამში, იმიტომ რომ პასი არაძუსტი გამოდგა და ვერ დაეწია ბურთს რუმინელთა მესამე ნომერი. მარჯვენა ფლანგი, ზენდაიას პასი, მარჯვნივ, გეგენავა. ორი ფეხბურთელის გარემოცვაშია, რთული აქედან გამოძრა მაინც ამ სიტუაციიდან გეგენავა, გზელი პასი გაუშვა ცენტრისკენ. ნილსენმა ითამაშა, ჩაჭრა ეს ბურთი გამოიტანა, ისევ ჩვენები თამაშობენ. მაქსიმალური კონცენტრაცია, ხედავთ, რომ ორივე გუნდი ცდილობს, რომ შეცდომები მინიმუმამდე დაიყვანოს, კიდევ ერთი შეტევა, ნუ ისევ არის გარკვეული პრობლემები დაცვაში და მაგარის პრობლემები. ძირე მანძილი ხდება ბურთი მახარას კარს. გადაწყვეტია კარგი გადაცემა მარცხენა ფლანგზე, მეტრეველი შეულიახა ერთ ფეხბურთელის მოტყუება, ნისენი ეთამაშება მას, მოტრიალდა მეტრეველი დაკარგა ბურთი და ტრავმა მიიღო მეტრეველმა. კოჭლობს, იმედია სერიოზული ეს ტრავმა არ იქნება, მისი გამოცდილება კაპიტანია ბოლო-ბოლო მაქსიმალურად გჭირდება დღევანდელ შეხვედრაში. ისევ მარცხენა ფლანგი, ტემპი საკმაოდ მაღალია, მიხალესკუ შეჩერდა, ცენტრისკენ გააკეთა გადაცემა, გაჭრა შემდეგ დაცვის ხაზი, მაგრამ ვერ დაეწია ბურთს რუმინელი ფეხბურთელი. დრო გადის, შეჯერობით 0-0-ია, საგანგაშო არაფერია, უბრალოდ დაცვაშია მეტი ყურადღება საჭირო, კიდევ ერთი ეპიზოდი შეიძლება დათქვა, წაიქცა. მეტოქი საჯარიმოში და 11 მეტრიან ნიშნავს საჯი. საეჭო სიტუაცია არა იმიტომ, რომ მე ხა მთელი გული ჩვენებისკენ ვარ, მაგრამ ძალიან საეჭო სიტუაციაა. წაიქცა ლუპი კარპატის მესამე ნომერი ჩვენ საჯარიმოში და ეხა ვიდეო რეფერი უნდა ჩაერთოს აუცილებლად საქმეში. ვიდეო რეფერის თაობაზე დღემდე არ არსებობს ერთი აზრი, ზოგს მოწონს, ზოგს არა, მაგრამ ფაქტია, რომ ასეთ სიტუაციებში ძალიან მნიშვნელოვანია და იმედია 11 მეტრიანი არ დაინიშნება, გამეორებაზე უნდა ვნახოთ. ეხლა ჩვენც ეს ეპიზოდი აბა კიდევ ერთხელ რაღაცა მინიმალური კონტაქტი იყო, ბაუმანი წაიქცა იქ საჯარიმოში და არა, ნუ ნიშნავს არბიტრი. არ ვიცი, ვერ გეტყვით ეხლა ეს ჩვენი აზრი გვაქვს, რა თქმა უნდა, მე ჩემი აზრი მაქვს და ვთვლი, რომ აქ ძალიან საეჭო იყო ეს დარღვევა, მაგრამ სამწუხაროდ სადმა სხვაგვარად გადაწყვიტა.
ბაუმანი და ყავს ეხლა 11 მეტრიანი ნიშნულიდან. ვისურვოთ რომ არ გავიდეს ეს 11 მეტრიანი, რა თქმა უნდა, מחარა ნახოთ გამოისურვოს თუ არა კუთხე, ძალიან რთულია პენალტის აღება მეკარისთვის. ვიცი, გაერინდა ყველა. ველოდებით ამ ეპიზოდის დაგვირგვინებას. მოკლე გამორბენი, მარცხენა ფეხი და თმა, מחარა თამაშობს კარგად და დამატებაზე ისე מחარა, ბრავო! ბრავო, გადარჩით, מחარა მითამაშა გადაცარევად ამ ეპიზოდში. ჯერ მოიგერია დარტყმა და დამატებაზე უკვე სავარაუდო თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა, რითო, მაგრამ მეორე დარტყმაც აიღო מחარამ და მხოლოდ აპლოდისმენტები ეხლა მას. წარმოდგენილი მაქვს რა, ტრიალერს ეხლა რამაზან მოდის გულში, აი გამეორებით უკვე გამისმა დამონტაჟებული კამერით. არა, იქ მოკლედ გადასარევია ყველაფერი 2-2-ია. ორი მატჩი ჯამში. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მე ვფიქრობ, რომ სამართლიანი იყო ეს, რომ არ გავიდა ეს ბურთი, იმიტომ რომ ჩემი აზრი ესეთია, 11 მეტრიანი არ უნდა დანიშნულიყო ამ სიტუაციაში. გეგენავა უტევდა იქ, ოდნავ კოჭლობს, უტევდა, დაკარგა ბურთი მარცხენა ფლანგი ისევ. დღეს იონესკო ცოტა ნაკლებად აქტიური გახლავთ, მაგრამ მაინც გვაწუხებს, შეტევაზე არიან ისევ რუმინელები, კარგი გადაცემა. ისევ გაიწრა დათვის ხაზი, მაგრამ ვერ დაეწია ბურთს უპი კარპატის ფორვარდი. გოლიაძე პირველ ტაიმის დასრულებამდე არც თუ ისე ბევრი დრო რჩება მაკარაძე აქცენტში არაფრით არ შეიძლება ბურთის დაკარგვა, კარგი გადაცემა, შენივრად მიიღო მეტრეველმა, კარგი პასი გააკეთა მარცხნივ და როგორ ვერ მიიღო ეს ბურთი ახლა იმინოს ფეხბურთელმა, ნუ არა უშავს ესეთი ეპიზოდები კიდევ იქნება. გრძელი პასი გადაგდებული ბურთი მეკარე ტოვებს ხარში და ეუფლება პოპესკუ ბურთს. ნუ პოპესკუ რუმინეთის ერთ-ერთი საუკეთესო მეკარე გახლავთ, ეს იცით ალბათ. ადარიგოს კამზეს თომი ფეხბურთელებიც ძალიან ნერვიულობენ, ყველას უნდა რომ ესე თამაში ითამაშოს დღეს. 2-2. პირველი თამაში საჯერჯერობით ანგარიში, სრული თანაფარდობა. და აი ძალიან საინტერესო მომენტი ახლა. უბირია შედის საჯარიმოში, სრულმოძრაობა. დარტყმა თითქოს ხელზე ხვდება, არა გრძელდება შეტევა უბირია. კიდევ ერთი სრულმოძრაობა, დარტყმა და გავიტანეთ ბურთი. 1-0 კონჩეტევა ჩვენი დაასრულა უბირია. გადასარევა, თხილვალე იყო ეს ყველაფერი. და აბარა! მაგავიდეორეფერი ასერტოთახლეში შეიძლება ჩაერთოს კიდევაც, მაგრამ დაღლევა ალბათ არაფერი არ იყო. რუმინელები დიდად არ საპროტესტებენ, კი, მაინც მიმართავენ შეხვედრის არბიტრს. უბირიამ თხილვალედ გაერთო ამ სიტუაციაში. თავდაპირველი მისი დარტყმა მცველმა დაბლოკა, სადაც მე მომეშონა რომ ხელზე მოხდა, მე ისე მივიდა უბირიას და შეაგორა შემდეგ მახვილი კუთხიდან კარში. და წავა თუ არა სანახავად. წავა თუ კი მიდის სანახავად. არა, არ ჩათვალა ეს ბურთი. შეხვედრის არბიტრმა თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა. ნუ არ ვიცი, ორიჯერ გამოიყენეს ვიდეორეფერი, ერთხელ პირადად ნახა არბიტრმა, მეორე უკან ნახეს და ნუ ძალიან სამწუხაროა, მაგრამ ამან ეხლა არ უნდა გაუფუჭოს განწყობა იმინოს კი, აი ამ გამეორებაზე სამწუხაროდ ჩანს, რომ იქ პასიურ თამაშგარეში იყო. გადაჭკორია და თვითონ უბირია იყო მინიმალურ თამაშგარე მდგომარეობაში, მხარი ქონდა მე მგონი წინ და ეს წესიც განსჯის საგანია ზოგადად. აი ხა თავარია ეს ეპიზოდი განმუხტოთ როგორმე კიდევ ერთი ჩავარდნა დაცვაში ზაღიფათო ეპიზოდი და გავიტანა ბურთი ენაჩე. აი ესეა, ხასიათი გაგვიფუჭდა, გაგვეპარა ენაჩე, რომელიც მარტო დარჩა და 20 ცენტში იყო შექმნილი გარკვეული სიკვდილი. ბიჭო, რა შვებით, ბიჭო. რა შვებით, თქვენ მოსულებო, რასაკეთე ბურთი გავუკეთა საკუთარ. ნას შაბა შეიძლება ახლა კაცი დაკარგა. გასასვლელად გჭირდებოდა ერთი გოლის გატანა, დიდად სიტუაცია არ იცვლება, ეხლაც გჭირდება ერთი გატანილი ბურთი, ამოცანა ამ ხრივ შეიცვალა, რომ 3-3-ზე უბრალოდ პირდაპირ ვერ გავალთ და გვექნება შემდეგ გოლის გაგრძელების შანსი. ძალიან რთულია. ეხლა მთავარია პირველი ტაიმი დავასრულოთ 7-ად, რომ კიდე ერთი ბურთი არ მივიღოთ, ვაკონტროლოთ ბურთი, რაც შეიძლება მეთხანს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ის რაც ამ გუნდმა გააკეთა, უკვე არის უდიდესი წარმატება. აქ სავარაუდოდ დაამთავრებს ეხლა შეხვედრის პირველ ნახევარს არბიტრი, მაგრამ ერთ შეტევას ვასწრებთ როგორ ჩანს. გეგენავა. გრძელი პასი კარისკენ დაარტყა, თავზემოთ უპირებდა მეკარეს გადაგდებას, ვერ შეძლო ეს და შესვენებაზე გავიდეთ ეხლა წარმატებები უსურვოთ მიმინოს. ძალიან მნიშვნელოვანია რა განწყობით გამოვა გუნდი შეხვედრის მეორე ტაიმზე. 3-2 ვაგებთ 2 მატჩის ჯამში. ბაბუ. ხო. ნახე შენ ერთი მაგ ტელეფონი უნდა იყოს შენ.
არ არის. ეს უჯრაში ნახე, უჯრაში. ხო, აი აქ. მოდი. ახლა ამეტყი შენმე ისა დიმა. დიმულია. დიმულია? დიმულია, ხო. და მიწერე. ბანი? რა მოწევ? კავკასიელი ბრაზილიელები. რა? კავკასიელი ბრაზილიელები. არა უშავს ბიჭო, ყველაფერი კარგად იქნება, აუცილებლად მოიგებთ, ხო? იურჩიკ, აბაშენიც, გამაგდი. შეცადე ხა მეორე ტაიმი შემოუტრიალა. რამაზე გიყურებს, სული და გული ჩვენთან არის. მესიჯიც მომწერა, კავკასიელი ბრაზილიელები. ალბათ ბიჭებს გულისხმობა. კარგი, აღარ მოვესწრენ. ღმერთი ჩვენსკენ ამ თამაშს მიგებთ. აბაშენიც. რაო რა მოიწერა? კავკასიელი ბრაზილიელები. აი ახლა ვფიქრობდი სანამ აქ შემოვიდოდი. როგორ გავიარეთ ეს გზა? როგორ მოვედით აქამდე? და როგორ ახერხებდა რამაზი ასე დროს თამაშების შემოტრიალებას? მე დავფიქრდი, აი ჩემ ადგილას ახლა აქ რამაზი რო იყოს რა სიზამდა? რა სიტყოდა? როგორ მოიქცეოდა? ხო და მოდი ეს მეორე ტაიმი საერთოდ განსხვავებულად ვითამაშოთ. ვითამაშოთ ისე, როგორც რამაზი ითამაშებდა. დავივიწყოთ, რომ ეს მატჩი ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩია, როგორც ჩვენ ცხოვრებაში, ისე ქვეყნის ისტორიაში. ისიც დავივიწყოთ, რომ გუნდი, რომელსაც დღეს ვეთამაშებით, ფიზიკურად გაცილებით ჩვენზე ძლიერი და ჩვენზე მეტად გამოცდილია. უბრალოდ, ეხლა გავალთ მოედანზე და ვითამაშებთ თავისუფლად და ლაღად. არ ვითამაშებთ იმისთვის, რომ არ წავაგოთ. ვითამაშებთ იმისთვის, რომ თამაშისგან სიამოვნება მივიღოთ. ჩვენ ის გუნდი ვართ, რომელმაც აქამდე მოაღწია და დამიჯერეთ. დამიჯერეთ, ეს შემთხვევით არ მომხდარა. გაიხსენეთ, როგორ გავიარეთ წინა ეტაპები. გაიხსენეთ, როგორ დავამარცხეთ ყველა, ვინ ჩვენ საერთოდ არ გვაფასებდა და ზემოდან გვიყურებდა. ხო და ეხლა, როცა ერთ ნაბიჯში ვართ ჩვენ მიზანთან. უკან დახევის დრო არ არის. ეხლა დროა გავაკეთოთ ის, რასაც რამაზი გვეუბნებოდა ყოველთვის. გავიდეთ მინდორზე და ვაჩვენოთ მათ, ვინ ვართ ჩვენ. ვაჩვენოთ ჩვენი თამაში. ვითამაშოთ ლაღად, თავისუფლად, ვითამაშოთ ჩვენი ფეხბურთი. ასეთი შანსი ჯერ არ ქონია არასდროს. და ეს შანსი მოგეცათ თქვენ. ითამაშეთ ქვეყნისთვის. ითამაშეთ რამაზისთვის და დატკბით ამ მომენტით. წარმოიდგინეთ, რამაზი რო ეხლა აქ იყოს, რას კითხავდა. აბა რა შვებით დღეს? ვიგე! რა შვებით დღეს? ვიგე! ჩვენ გამარჯვებას გაუმარ? 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 აი ესე! ვიტო! მეორე ტაიმი შენ დაიწყე, გაიგე?
ვიტო. ვიცი რა ხარ არის ამის დრო დაადგინე, მაგრამ ვიცი რა თქმა ხარ იმაში. სადაც იყავ. როდის მოხდით? საიდან გაიგე? უკან მითხრა. მაშინ ასე იწყება შეხვედრის მეორე ნახევარი ბრუნდებით პირდაპირ ეთერში მე მაინც ოპტიმისტურად ვარ განწყობილი იწყება სრულებით გეგენაოს ნაცვლად შემოდის ვიტო ალშიბაია რომელმაც თავისი სიტყვა უნდა თქვას ალბათ ახალგაზრდა სწრაფი ფეხბურთელი ასეთები გჭირდება სწორედ მან და ვადაც ყურიამ უნდა თქვა მე მგონი თავი ადგის სიტყვა დღევანდელ შეხვედრაში სულ ბერიში ამხევს თავის ფეხბურთელებს არ არის ადვილი კარპატისთვისაც, იმიტომ რომ, რა თქმა უნდა, მათ და სულ განიმტკიცონ უპირატესობა, მაგრამ უფრო ალბათ ფიქრობენ საკუთარი კარის უსაფრთხოებაზე. პირველი ძალიან საღებავო შეტევა მეორე ტაიმში მიმინოსის საღებავო მომენტი მეტრეველი. დარტყმა გაიტანა ლევან მეტრეველმა და ორი მათი ჯამში წონასწორობა აღდგა 3-3. ბრავო! ალიან ემოციურია ეს ყველაფერი. 3-3. დომინანტი ფეხბურთი რაც რთულია რა თქმა უნდა. დასვით შეხვედრაში, მაგრამ ეხლა უკვე სიტუაცია შეიცვალა. ფსიქოლოგიური უპირატესობა წესით არგი ჩვენ ხარეს უნდა გამოვიდეს. წინვალე კონცერტება გამოვიდა. ძალიან კარგად იპოვა სივრცე იქ. ლევან მეტრეველმა და თავისი მთელი გამოცდილება გამოიყენა ამ ეპიზოდში და აუღებლად დაუთხა მეტოქეს. ბაუმანი დაკარგა ბურთი ბაუმანმა მიიწევს წინ ალშიბაია. კარის მიმართულებით შორიდან დაარტყა ალშიბაიამ პროფესორ თამაშობს კარგად. ისევ ალშიბაია თამაშობს, მარჯვენა ფლანგი კარგი გადაცემა, კიდევ ერთი საღებავო შეტევა, შეიძლება დარტყმა დაასწრო ამ შემთხვევაში. პოპესკუ შეესმერმურთებს. სულ უპირატესობას მოყინო, აი შეცდომების დაშვება არაფერი შეიძლება, ძალიან კარგი იყო ამ ეპიზოდშიც. ალშიბაია დასვაშით გადასარევად ითამაშა. ეს ორ მაგათ ფასობს შევტევი ფეხბურთელი, როცა ესე კარგია. დაცვითი ფუნქციების შესრულების დროს ვაკარაძე. თავად მიიწევს წინ, გადავიდა მეტოქის ნახევარზე, კარგი პასით იყო თამაშგარი მდგომარეობას გავდა. მეტრეველი აბურთით მიიწევს წინ. ხო, ნუ იყო თამაშგარი მდგომარეობა, აქაც ვერ გავამხულებ ნამდვილად. მარჯვენა ფლანგიდან კიდევ ერთი შეტევა. ალშიბაია ჩაწოდება საჯარიმოში, კიდევ ერთი შანსი გაუჩით. ხელიდან ამ ეპიზოდში თუ ისე მრავალრიცხოვანი ჩვენი გულშემატკივარი, მაგრამ მათი შეძახილები კარგად ისმის, გრძელდება შეტევა კიდევ ერთი საღებავო მომენტი და მეტრეველმა ძალიან ახლო მანძილიდან თავით ვერ მოახერხა ბურთის გატანა მეტოქის კარში. არა და მანამდე კინტირაიასაც ჰქონდა იქ მომენტი, აი ხა უბირია, სააქციეს უბირია, ნამდვილად ჯარიმაა ეს. უხეშად ითამაშა ნილსენმა, ყვითელ ბარათას იმსახურებს, სავარაუდოდ ამას ეკითხო სწორედ უბირია და კი აზრს საჯი ყვითელ ბარათს, მაგრამ ეს ჩვენ ნაკლებად გაინტერესებს. ნუ ერთადერთი უფრო ფრთხილად ითამაშებს მე-11 ნომერი ლუკი კარპატისთან ისინი ამის შემდეგ. კარგი სტანდარტი, იქნება კავშირი დარტყმა შეიძლება. რაიმე დამუშავებელი კომბინაციის გაკეთებაც შეიძლება, ექნება დამუშავებული აქცილებას მინუს არაერთხელ გვინახავს ჩვენ ეს ყველაფერი, სამი ფეხბურთელია გულთან ახლოს. კარგი გადაცემა, კარგი გათამაშება. ვაკარაძე შევიდა საჯარიმოში, პასი გააკეთა, მეტრეველი შეუცვალა ბურთს მიმართულება დარტყმა და ალშიბაიამ გაიტანა ბურთი. ლუკი კარპატის კარში ორი მათი ჯამში დავწინაურდით. ბრავო მიმინო, ბრავო, პირველი კომბინაცია. ევროპული საკლუბო ტურნირების ფინალური ეტაპი. ერთადზე იმოთ ახლა ამ გამარჯვებას. გამწარმატებას უბრალოდ თამაშდასრულებამდე ჯერ კიდევ არის გარკვეული დრო დარჩენილი, მახარა მიიღო ბურთი იგერიებს. მეტოქის ნახევარზე ეხა ტექნიკის საქმეა უკვე დროის გაყვანა ალშიბაიას რაც შეეხება. წინვალედ ჩაერთო ეს ბიჭი თამაში. წინვალედ ორჯერ კარშიც დაარტყა. მერე ბურთსაც მიუსწრო, გაიტანა, ეხლაც უჭირავს ბურთი აკონტროლებს. პასი ვადაჩკორიას. ეს შეტევა საკიფათო გამოდგება იმედია, მიიღო ბურთი ვადაჩკორია, მერტი მოძრაობა. მარკერა საჭირო. დარტყმა შორი მანძილიდან და ბურთი გავიდა. ლუკი კარპატის
კარში ესვალი კარპატის კაპიტულაცია და ქართული საქმო ფეხბურთის უდიდესი გამარჯვება. ბრავო მიმინოს, ბრავო, ძალიან მაგარი თამაში გამოვიდა. ორი მატჩის ჯამში ჩვენი უპირატესობა იმდენად სოლიდურია, რომ აქ არანაირი საფრთხე არ გვემუქრება, ფრთხილად უნდა ვიყოთ და თან ბოლო წამებია დასრულდა. შეხვედრას საფინალო სასვენი მიმინო პირველად ქართული ფეხბურთის დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში გადის ევროპული საკრებულო ტურნირის ფინალურ ეტაპზე. შეგვიძლია ევროპული ფეხბურთის მასშტაბი ორგანო რომ ახალი ფორმატით ჩატარდება ეს ფინალური ეტაპი, ეს დეტალები გაუწევდები გახდება სოფლიო მოგვიანებით. რაც შეიძლება ხელოვნებრივ ისტორია გადაწერა გუნდმა და განსაკუთრებით ინტერვიულო რამაზ რამაზზე ღირსება ის კი არ არის აი გავალ ახლა მიდელს გახვალ და მე რა ღირსება ის არის იქედა როგორები გამოვალთ კაცები რომლებმაც დაძლიეს შიში, რომლებმაც აჯობეს საკუთარ თავს. თუ კაცები, რომლებიც შეეგუენ დამარცხებას. თქვენ გონიათ გადაგივლით. ეს არ გადაგივლით. გადით მინდორზე როგორც კაცებს შეფერის, რომლებიც შემართული არიან გამარჯვებისთვის.